კოჯორში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში დღეს პროექტ ჯარის ბანაკის დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გახსნა. მან პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროგრამის მონაწილეებს წარმატებები უსურვა. გრიგოლ გიორგაძემ სიტყვით გამოსვლისას პროექტში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის აქტიურ მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება და სასულიერო პირებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა. ჯარის ბანაკის დახურვის ცერემონიას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, სხვა სასულიერო პირები, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ბააკაშვილი და პროგრამის მონაწილეები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში პროექტის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს. ჯარის ბანაკის მონაწილეებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს. აღსანიშნავია, რომ პროექტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით 2023 წლიდან ახორციელებს. ორგანიზატორთა განმარტებით პროექტი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობას ისახავს მიზნად. მადლიერების გზნობით აღნიშნავთ, რომ დღეს უკვე მესამე წელია დამთავრდა ჯარის ბანაკის უნიკალური პროექტი, რომელშიც სიამაყით ვიტყვით, რომ საკმაოდ დიდი წვლილიც მიგვიწვის ამ იდეის წარმოშობაშიც, მე ერთობლივ მუშაობაშიც, თავდაცვის სამინისტროსთან, განათლების სამინისტროსთან ერთად და ეს ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, სიამაყის და სიხარულის საბაბია ჩვენთვის. უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ქვეყანაზე, საზოგადოების, ასე ვთქვათ, განვითარებისკენ ფორმირებაზე, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე, ყოველთვის უნდა დავიწყოთ ფიქრი და შრომა და მოღვაწეობა იმ მიმართულებით, სადაც არიან ახალგაზრდები, მომავალი თაობა, რომელმაც ბევრი რამ უნდა შეცვალოს საზოგადოებაში, ის რაც დღეს ჩვენ არ მოგწონს. და მადლობთ ღმერთს ამისათვის, რომ ჩვენ დღეს მოგვეცა ამის საშუალება ერთის მხრივ გქონდეს რაღაცა კონკრეტული შეხედულება, იდეა და მეორეს მხრივ ამის განხორციელების საშუალება. და რა თქმა უნდა, მესამეც არსებობს, ეს არის რომ ღირსეულად და მოწოდების სიმაღლეზე რომ განახორციელო ეს ყველაფერი. ამიტომ მადლობ განათლების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, ყველა იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ამ პროექტში და მადლობ ღმერთს, რომ ეს პროექტი საკმაოდ კარგად ხორციელდება და წარმატებულად. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად, საპატრიარქოსთან ერთად ახორციელებს უკვე მესამე წელია წარმატებით ჯარის ბანაკს. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დიდია მოთხოვნა ახალგაზრდებში მიიღონ მონაწილეობა ჯარის ბანაკში. ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას კიდევ უფრო კარგად გავაცნოთ თავდაცვის ძალები ჩვენს ახალგაზრდებს, მიიღონ ის ცოდნა, რომელიც გააქვთ ჩვენს გმირ სამხედროებს, ის უნარჩვევები გამოიმუშაონ, რაც აუცილებელია ცხოვრებაში და გამოადგებათ მათ და რაც თავარი ეს იყო ძალიან სახალისოდ გაკეთებული, მათთვის ეს იყო თავგადასავალი და მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ ჯარის ბანაკის განხორციელებაში. უნდა აღინიშნოს საპატრიარქოს განსაკუთრებული როლი ამ პროექტის ინიცირებაში და მხარდაჭერაში და ამისათვის ჩვენ საპატრიარქოს წარმომადგენელს საპატიო დაფაც კი გადავეცით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით. 1700-მდე მოსწავლემ გაიარა წელს ჯარის ბანაკი. პროექტი მიმდინარეობს 3 წლის განმავლობაში და ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტში ჩართულობა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან იქნენ სკოლის მოსწავლეები შერჩეული. პირველი ეტაპი განხორციელდა 2023 წელს და წელს უკვე მესამედ ტარდება აღნიშნული პროექტი. აღნიშნულ პროექტს მასპინძლობს განათლების სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფები. წელს პროექტს უმასპინძლა საჩხერის ბესიკუთაძელის სახელობის სამთო-მომზადების სკოლამ და კოჯრის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიამ. პროექტში მონაწილეობენ მე-9, მე-10 და მე-11 კლასელი ბავშვები, მოსწავლეები, რომლებიც ეცნობიან ზოგადად სამხედროების ცხოვრების წესს. პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას, ზოგადად ჩვენი სამხედრო ცხოვრების წესის შესახებ, ასევე განსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. სამხედროები პროექტის ფარგლებში ეცნობიან სხვადასხვა სამხედრო დისციპლინებს, როგორიც არის სამთო-მომზადება, საინჟინრო მომზადება, საცოცხლე მომზადება.
გუნდური მუშაობა, ყალიბდებიან ერთ გუნდად, უწევთ სხვადასხვა მცირე დაბრკოლებების გადალახვა, მცირე კრიზისული სიტუაციებისთან გამკლავება, რაც საბოლოო ჯამში აყალიბებს მათ ერთ გუნდად და ასწავლის დამოუკიდებლად ცხოვრებას. და აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს საბოლოო ჯამში ჩვენი ახალგაზრდების ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე დისციპლინა და ამ ბანაკში ყოფნისას გამოვიმუშავე ის უნარი, რომ წარმოვიდგინო თავის ხვის ადგილას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის ბავშვი გავიცანი, ყველა ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ, ძალიან კარგი ნაკადი იყო, ძალიან კომუნიკაბელურები იყვნენ, არაკონფლიქტურები და ძალიან მომეწონა ყოფნა, დისციპლინა ვისწავლე როგორც ვახსენე და ყველაფერი ძალიან კარგი იყო და ძალიან დამამახსოვრდება ეს ბავშვებიც, ეს გარემოც, სერჟანტებიც, ძალიან კარგად ვიგებდნენ სერჟანტები ბავშვებს, ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.